მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბების სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ინფორმაციით თორნიკე რიჟვაძე მართვით სუნთქვაზე იმყოფება და მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა. 7 ივლისს საგარეჯოში მდებარე კლინიკა ჯეოჰოსპიტალში შეყვანილი იქნა აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით არის დაწყებული, რაც თვითკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით მას ფილტვია გზაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 228 მუხლით ბრალდებული სახით ერთი პირია დაკავებული. წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად თორნიკე რიჟვაძე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის ალექსანდრე ახვლედიანის სახლში იმყოფებოდა, როცა თვითმკვლელობა სცადა. მედიაშივე გავრცელებული ინფორმაციით ალექსანდრე ახვლედიანი დაკავებულია. ნაწილი მედია საშუალებისა ავრცელებს ინფორმაციას, რომ ექიმებმა თორნიკე რიჟვაძის წერილი იპოვეს და ჟურნალისტებს გადასცეს. თუმცა გაზეთ ბათუმელებს განუცხადეს, რომ არავითარი წერილი ჟურნალისტებისთვის მედპერსონალს არ მიუწოდებია. საგარეჯოს კლინიკას ამ საკითხზე ჯერჯერობით განმარტება არ გაუკეთებია. გვიან ღამე შეიყვანეს საგარეჯოს კლინიკაში ბატონი თორნიკე. მძიმე ტრავმა აქვს მიღებული, ცეცხლსასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული, შესაბამისად ჩაუტარდა გადაუდებელი ღონისძიებები, ქირურგიული ოპერაცია იქვე ადგილზე. ყველა საჭირო პროცედურა იქნა განხორციელებული, საიმისოდ რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარამეტრები აღდგენილი იყო. ეს წარმატებით მოხერხდა, შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება უკვე აქ პირველ კლინიკაში გადმოყვანასთან დაკავშირებით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშიც შემოყვანილი იქნა, ის ამჟამად იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში. მდგომარეობა შემოსვლას იყო საკმაოდ მძიმე, ვინაიდან კლინიკურად სახეზე იყო გამულგემორაგიული შოკის კლინიკა. მისი ამ წუთში მისი მდგომარეობა დადებითი დინამიკით არის, ვინაიდან შოკის ხარისხი შემცირებულია, ჰემოდინამიკის პარამეტრები მეტნაკლებად აღდგენილია, იმყოფება მართვით სუნთქვაზე, უტარდება ის სამკურნალო ხუინძებები, რაც პროტოკოლით არის გათვალისწინებული. მძიმე შემთხვევა არის, სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურებ თორნიკეს და იცით რომ გამოძიება მიმდინარეობს, ყველა დეტალი ამ შემთხვევისა გაირკვევა. შინაგან საქმეთა მინისტრი თავად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, გამოძიება წარმოება არის და გამოძიება დაალოვა. რა გითხრათ? სხვა დეტალი არაფერი მიგაქვს. პარტია ლელო თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის გამო ოპოზიციის ნაწილის კრიტიკის ობიექტი გახდა. ლელოში არ უკვირთ კოლეგების რადიკალურად შეცვლილი განცხადებების მოსმენა. ისინი სწორ პოლიტიკურ ნაბიჯად მიიჩნევენ მიღებულ გადაწყვეტილებას. ლელოს წევრები მმართველი გუნდისთვის არჩევნების გზით დიდი ქალაქების წართმევას გეგმავენ. ლელო ძლიერი საქართველო მონაწილეობას იღებს თვითმმართველობის არჩევნებში, რადგანაც მიგვეჩნია, რომ ეს არის ბრძოლის დამატებითი ინსტრუმენტი. ცხადია, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა ეს არის მთავარი ხაზი. რა თქმა უნდა, თვითმმართველობის არჩევნები უნდა იქნეს გამოყენებული ბრძოლის ინსტრუმენტად. რა თქმა უნდა, ქართულ ოცნებას უფრო მეტი შეცდომა უნდა დავაშვებინოთ, რადგანაც რა თქმა უნდა მათი მხრიდან იქნება ფაქტები კვლავ ძალადობის თუნდაც წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში და რა თქმა უნდა ჩვენ გვაქვს გამარჯვების იმედი, რადგანაც ყველა წინა არჩევნებში ჩვენ ვნახეთ, რომ მიუხედავად გაყალბებული არჩევნების ფონისა მოგებული გვქონდა ყველა დიდი ქალაქი. ამიტომაც ბრძოლა გაგრძელდება. ჩვენ იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენ პირველივე დღიდან ვამბობთ, რომ ვემზადებით არჩევნებისთვის, არჩევნები არის ხელისუფლების ცვლილების მშვიდობიანი გზა და ჩვენ ამ გზაზე უარს არ ვამბობთ, შესაბამისად ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ მხარდაჭერას იმსახურებს
ჩვენი მხრიდან. ლელოსის გადაწყვეტილება არის იმ ბრძოლის ღალატი, რა ბრძოლაში საქართველოს მოქალაქეები არიან რეჟიმის წინააღმდეგ. ეს არის ღალატი პოლიტიკური პატიმრების, ღალატი საქართველოს თითოეული მოქალაქის და ღალატის ყველა იმ პროტესტალური ოპოზიციური პარტიის თუ სამოქალაქო ჯგუფის, რომელიც იბრძვის რეჟიმის წინააღმდეგ და ლელომ უნდა იცოდეს, რომ მისი მხრიდან ამ გზის არჩევა, რასაც ქვია ქართულ ოცნებასთან კოალიციის შექმნა და ამ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა არის ის, რის საფასურსაც ის აუცილებლად გადაიხდის. გადაანაწილეს როლები, ის ორი რეალურად მაშინდელი ძველი ნაცმოძრაობა, რასაც ქვია დედა ნაცმოძრაობა და ახლები და შემდგომში ახლა გახარია და ეს ლელო ვითომ არაფერი კავშირი არ აქვს ნაცმოძრაობასთან და ხალხი უნდა შეცდომა შეიყვანონ, რომ აი ნახეთ ხალხო, ნაცმოძრაობა თავს ესხმის ლელოს და როგორ შეიძლება ისინი ალიანსში იყვნენ ერთმანეთთან. ხელოვნური გამიჯვნის პროცესი, ვითომ ახლა ნაცმოძრაობა თავს ესხმის ხაზარაძეს და ლელოს და ასე შემდგომ. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვეულებრივი უნიჭო სპექტაკლი, ამას არავინ არ დაიჯერებს. ეს არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ 4 გადალახული პარტიიდან ერთ-ერთი ნაცმოძრაობის ერთ-ერთი მიმდინარეობა. სამხრივად არ მოქმედებს ის ძალა, რომელიც ხელმძღვანელობს აქაურ ამ რადიკალებს, მაგრამ მიზანი ერთი აქვს. მიზანი იქნება ერთი, რომ იქაც და იქაც ეს ფაქტორები გამოყენებული იქნას დესტაბილიზაციის შესაქმნელად საქართველოში. გარეთ დარჩენილებიც იმას ამბობენ, იყენებენ ტერმინებს დამხობა, რევოლუცია და ასე შემდეგ. ასე რომ ორივეს მიზანი ერთია. ერთი პატრონი ყავთ, ერთი მიზნისთვის მოქმედებით. ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება ქართული ენის შემდეგ, აბიტურიენტებმა დღეს უცხო ენის გამოცდა ჩააბარეს. ოზურგეთის საგამოცდო ცენტრში დილის სესიაზე დღეს უცხო ენის გამოცდის ჩასაბარებლად ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული 153 აბიტურიენტიდან მხოლოდ 2 არ გამოცხადდა. ოზურგეთში არსებული 14 საგამოცდო სექტორისა 13 ინგლისურის გამოცდას და მხოლოდ 1 დაეთმო რუსულს. გამოცდამ როგორც საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა ნელა იმედაშვილმა გვითხრა, 7 გარემოში ჩაიარა. გამოცდის ხანგრძლივობა 2 საათი და 30 წუთი იყო. დღეს საგამოცდო პროცესი განახლდა აბიტურიენტების და გამოცდა გახლდათ უცხო ენაში. ქონდა სულ უმეტესობა სექტორების იყო ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში, მხოლოდ 1 სექტორი მუშაობდა რუსული ენის მიმართულებით. სულ 153 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული დღევანდელ სესიაზე და 2 არ გამოცხადება გვაქვს. საბედნიეროდ მივდივართ ისე, რომ რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა ჯერჯერობით არ ჩანს. პროცესი არის მიმდინარეობს ძალიან მშვიდად, წყნარად. აბიტურიენტებს აქვს სრული შესაძლებლობა, რომ გამოავლინონ მათი მაქსიმალური ცოდნა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასე მშვიდ გარემოში გავაგრძელებთ მუშაობას გამოცდების დასრულებამდე. განწყობა არის იდეალური. მე ხვალ ვარ ინგლისურის გამოცდაზე და დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად ჩაივლის, მინდა წარმატება უსურვო ყველა აბიტურიენტს, თავარი არ ვინერვიულო და ყველაფერი გამოვა ისე, როგორც ჩვენს გვინდა, მჯერა ამის. რას ამბობენ, როგორი სიტუაცია შეგნით და რას ამბობენ იმასთან დაკავშირებით, რა სირთულის ტესტი მოვიდა ამასთან დაკავშირებით? სირთულე ნორმალური, B1, B2 შესაბამისი, ვინც ვნახე, ნუ ყველამ კარგად დაწერა და კიდევ ერთხელ წარმატებები მათ. ასოციაცია გურიამ ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროგრამის 5 წლიანი მუშაობის შედეგების საანგარიშო შეხვედრა გამართა. ასოციაცია გურიაში გამართულ შეხვედრაზე შეაჯამეს ის მნიშვნელოვანი გამოცდილება, რომელიც 5 წლის განმავლობაში დააგროვეს ბავშვთა უფლებების დაცვის, ადრეული ჩარევის საჭიროებების ამოცნობასა და ოჯახის მხარდაჭერის მიმართულებით. ისაუბრეს გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე, რათა კიდევ უფრო ეფექტურად გაგრძელდეს რეგიონში ადრეული განვითარების მხარდაჭერა. ჩემს რომ დაუდგინდა ასეთ განვითარების პრობლემები, ეს ქუთაისში დავადგინეთ და მირჩიეს ურეკი. ფიზიკურად შეუძლებელი იყო ჩემთვის იმ დროს ურეკში სიარული მდგომარეობიდან გამომდინარე და ძალიან გამიხარდა, რომ ოზურგეთში იყო ეს ასეთი ასოციაცია გურია, რომელიც ასე ვთქვათ, სათავეში ედგა ამ ბავშვებს და მიყავდა სწორი მიმართულებით, ძალიან გამიხარდა. 5 წლის კი არა, მრავალი წლის იუბილე ამდენშოთ
ძალიან ასეთი ბევრი კმაყოფილი მშობლებით, ასეთი კარგი გუნდით წარმატებებს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა ელენე მასწავლებელს. ელენე მასწავლებელმა განამარტყა ჩემ შვილს, მეც ძალიან ბევრი რამე მასწავლა, ძალიან ბევრი რამე არ ვიცოდი, ჩემთვის პირველი შვილია და ბავშვთან მიმართებაში ბევრი რამე არ ვიცოდი და თქვენ გავისწავლე. ძალიან დიდი მადლობა. 5 წელია, რაც ადრეულის პროგრამა დავნერგეთ ოზურგეთში. ოზურგეთი ჩოხატაური ლანჩხუთის 3 მუნიციპალიტეტს მოვიცავთ. და დღეს მდგომარეობით 350 ბავშვს მოვემსახურეთ უკვე. აქედან 75 აქტიური ბენეფიციარი ყავს, რომლებთანაც დღესაც მუშაობთ. და აღსანიშნავია, რომ 50 ბენეფიციარი დროზე ადრე გავიდა პროგრამიდან, რადგან აღარ ჰქონდათ მათ საჭიროება. ანუ დაეწინნენ განვითარების ეტაპებს და აღარ საჭიროებდნენ პროგრამაში ყოფნას. შემდეგ სკოლებში როცა მიდიან ეს ბავშვები და იქ ხდება მათი შეფასება, ანუ აღარ ჭირდებათ სპეციალური პროგრამა და ჩვეულებრივ პროგრამაში ერთვებიან სასკოლო პროგრამაში და აგრძელებენ სწავლას. ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია დროული და ადრეული ჩართვა ბავშვების ადრეული განვითარების პროგრამაში, რომ მივიღოთ მაღალი შედეგები. ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა მართლაც უნიკალური პროგრამაა, როგორც სპეციალისტი და ამ პროგრამაში მონაწილე ისე შემიძლია აღვნიშნო, იმიტომ რომ ეს არის პროგრამა, რომელიც ფაქტობრივად შედის თითოეულ ოჯახში, რომელიც ჩაერთვება ამ პროგრამაში და ოჯახის გაძლიერებით იწყებს ბავშვის განვითარებაზე ზრუნვას. ძლიერი ოჯახი ეს უკვე არის იმისი საწინდარი, რომ ბავშვის საჭიროებები ნელ-ნელა იქნეს მხარდაჭერილი, დაძლეული, რომელიც ამ ოჯახის და ბავშვის წინაშე დგას. ეს არის პროგრამა, რომელიც გვაძლევს საშუალებას ვაკეთოთ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე ჩვენი მომავალი თაობისთვის და ხარი დავუჭიროთ მათ განვითარებას. ჩემთვის ეს პროგრამა არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, ამ პროგრამაში მონაწილეობა და ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ვიყო იმ ოჯახებთან, რომლებსაც ჩემი მხარდაჭერა და დახმარება ესაჭიროება. ვიყო მათთან და ვიზრუნო მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. სულოც 5 წლის იუბილეს ძალიან მნიშვნელოვანი და ღვთიურ საქმეს აკეთებენ. უამრავ ბავშვს აღმოუჩინეს დახმარება, უამრავი მშობელი გააძლიერეს და მინდა რომ დავლოცო ისინი, მიულოცო, ღვთის მადლი და წყალობა არ მოაკლდეთ და მინდა ამ მშვენიერ გუნდს უსურვო და უთხრა რომ უფალი ამბობს ასეთ სიტყვებს რომ თქვენ იზრუნეთ ერთმანეთს და მე ვიზრუნებ თქვენზე. ამიტომ ღმერთი იზრუნავს აი ამ დიდებულ ადამიანებზე, ისინი ნამდვილად გმირები არიან და ისინი ზრუნავენ აი იმ ბავშვებზე, ვისაც ჭირდება და ამის საჭიროება აქვს. ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში ნოდარ დუმბაძის სახელობის მეხუთე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის სპექტაკლით მსხვერპლი გაიხსნა. ოზურგეთის თეატრში ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრალური ფესტივალი დავით კლდიაშვილის მოთხრობის მიხედვით ამავე სახელწოდების სპექტაკლით მსხვერპლი რუსთაველის თეატრის სპექტაკლით გაიხსნა, რომელიც რეჟისორმა გიორგი კაშიამ დადგა. დადგმა დაფუძნებულია დავით კლდიაშვილის მოთხრობა მსხვერპლზე, რომელიც სოციალურად შეჭირვებული ოჯახის ამბავს მოგვითხრობს. ოჯახის მთავარი მიზანია სიდუხჭირეს თავი დააღწიოს. სპექტაკლის მთავარი გმირები, რომელთა ირგული ვითარდება მოვლენები, არიან მარინე და ნიკა. მათ თავიანთი სურვილის საწინააღმდეგოდ ოჯახების შეთანხმების საფუძველზე დააქორწინებენ. ეს აქტი ბადებს ტრაგედიას, რადგან მათი სურვილები რადიკალურად განსხვავებულია რეალობისგან. მთელ სპექტაკლს ლაიტმოტივად გასდევს ფრაზა „ასე რავა უნდა წახდეს კაცი“, რომელიც ბევრ საფიქრავს გვიტოვებს აწმყოშიც. სპექტაკლს ნოდარ დუმბაძის სახელობის ფესტივალის სპეციალური სიმბოლო, დიპლომი და ფესტივალის ტრადიციული სასაჩუქრე ურჯინი გადაეცა. გიორგი კაშიას
ცოტა მძიმეა და ჩვენი ფესტივალის სპონსორების ოზურგეთის ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის ხურჯინი გამომართული გიორგი ხენკიძე მართლა ძალიან საინტერესო ფესტივალი, რადგან ძალიან ბევრი ქვეყანა იღებს მონაწილეობას და ეს პროცესი იქნება ალბათ ყველასთვის ძალიან საინტერესო. დღევანდელი დღე ჩვენთვის იყო ორმაგად მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო, რადგან ჩვენ გავხსენით ფესტივალი და მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო რუსთაველის თეატრს იმისათვის, რომ მე მომეცა შესაძლებლობა განმეხორციელებია ეს სპექტაკლი ამ თეატრში. და მადლობა შემოქმედებით გუნდს, მადლობა ამ ფესტივალს და ორგანიზატორებს თლიანად, რა თქმა უნდა. წარმატებას უსურვებ და ყოველთვის მგონია, რომ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მეტად რაც ჩვენ თეატრალებს გვასულდმულებს არის ფესტივალები და რაც შეიძლება მეტი უნდა იყოს. ჩვენ არაერთხელ ვსტუმრობთ ოზურგეთის თეატრს, ძალიან გვიყვარს აქაურობა. გიждებით გურულ მაყურებელზე, ესენი რაღაცნაირად განსაკუთრებულები არიან და ძალიან დიდი მადლობა ამ ფესტივალს, რომ ჩვენ რუსთაველის თეატრით, ეროვნული თეატრით გავხსენით ეს ფესტივალი. ეს იყო ძალიან საპასუხისმგებლო, ძალიან სასიხარულო და რა ვიცი, მე მგონი საუკეთესოდ გაიხსნა ფესტივალი. დღეს ჩემთვის არის გამორჩეული დღე. ოზურგეთში მე-10-ჯერ იმართება ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრალური ფესტივალი და დღესაც სავსეა დარბაზი, როგორც ხედავთ, ნოდარ დუმბაძის მოყვარული ადამიანებით, ნოდარ დუმბაძის შემოქმედების მოყვარული ადამიანები, იქ სადაც ნოდარ დუმბაძე შემოქმედად ჩამოყალიბდა მის სამშობლოში, გურიაში. ჩემთვის ეს არ ვიცი, ემოცია რა ემოცია კიდე მეტია, ბევრად უფრო მეტი. წელს რამდენიმე უცხოური ორგანიზაცია არის ჩამოსული აქ და ბედნიერი ვარ იმით, რომ მე როდესაც მსახურობდი ისრაელში, საელჩოში დავამყარე ისრაელის თეატრებთან კონტაქტი და დავაკავშირე ბატონი ვასილი ერთ-ერთ ისრაელის პოპულარულ თანამედროვე თეატრთან და ეს თეატრი დღეს ჩამოსულია აქ, ხვალ სპექტაკლს ითამაშებს მამა ჩემის ნაწარმოების მიხედვით, რომელსაც ქვია სისხლი და ამ სპექტაკლს დავესწრები. მე და წინასწარ მიდუხს სისხლი ემოციებისგან ისეთი გავიცანი დასი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ხვალ ესეთი დღე მაქვს ისრაელის თეატრი, ოზურგეთის თეატრის სცენაზე. I'm very honored to be here in Georgia. It's a very interesting festival with ჩემთვის პატივია ვიყო საქართველოში. ეს არის ძალიან საინტერესო ფესტივალი სხვადასხვა ქვეყნებიდან წარმოდგენილი სპექტაკლებითა და შემსრულებლებით. აქ არიან ჟიურის წევრები. ჩვენ ძალიან ბევრს ვიმუშავებთ, რადგან სწორედ უნდა შევარჩიოთ გრან-პრისა და სხვა ნომინაციების გამარჯვებულები. მე ძალიან მიყვარს საქართველო. ყველა ვინც თეატრს უკავშირდება, ვთვლი რომ თეატრი სხვადასხვა კულტურას ერთმანეთთან აკავშირებს. ძალიან გახარებული ვარ და ბედნიერი რომ საიუბილეო მე-10 და მე-5 საერთაშორისო ფესტივალი დღეს იხსნება რუსთაველის ეროვნული თეატრით. წლევანდელი ფესტივალი გამოირჩევა იმით, რომ მასში პირველად იღებს მონაწილეობას ისრაელი, რა თქმა უნდა დუმბაძით, პირველად იღებს მონაწილეობას საბერძნეთი, ამის გარდა არიან ისეთი ქვეყნები, როგორიც არის ესპანეთი, ჩვენი მოძმე ყაზახეთი, აზერბაიჯანი, განსაკუთრებით აზერბაიჯანი, სადაც არის ჩვენი კოპროდუქცია, ანუ ერთობლივი ნამუშევარი და ასევე უზბეკეთი, ამის გარდა 15 ქართული თეატრია, სულ არის 21 სპექტაკლი და 22 არის დახურვა. ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრი ორ ანსამბლს მასპინძლობდა ჩოხოსნებს თბილისიდან და ხანგებს ბათუმიდან. მათ სალოტბარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად ერთობლივი კონცერტი გამართეს. ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში გამართულ კონცერტზე ერთმანეთს ცვლიდა გურული, აჭარული, რაჭული, მთისა და ბარის, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერები, სახამო მეტად თბილ და მეგობრულ
გარემოში წარიმართა. სტუმარი ანსამბლების დიდი ხნის მეგობრობას ოზურგეთის სალუტბარო სკოლის ბავშვებმა ღირსეულად აუბეს მხარი. ჩოხოსნებმა, ჰანგებმა და ოზურგეთის სალუტბარო სკოლის მოსწავლეებმა შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი ფოლკლორული საღამო წარმოადგინეს. ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში ასეთი სახის კონცერტების ჩატარება უკვე ტრადიციად იქცა და იგი საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოლკლორული ანსამბლების შემოქმედების ურთიერთგაცნობას ემსახურება. ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში შედგა საოცრად მეგობრული და თბილი საღამო. უმასპინძლიეთ თბილისიდან ანსამბლ ჩოხოსნებს, ბათუმიდან ანსამბლ ჰანგებს და მასპინძელი გახდათ ოზურგეთის სალუტბარო სკოლა. ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი კონცერტი, რადგან ასეთ კონცერტებს უკვე დანატრებულნი ვართ. ეს იყო ბავშვების ერთმანეთთან დაახლოების, თავიანთი შემოქმედების გაზიარების საღამო და ასეთი საღამოები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს უფრო მეტი ინტენსივობით. დღევანდელი დღის ღონისძიება ჩემთვის იყო ძალიან გამორჩეული იმისათვის, რომ სანამდე ღონისძიება დაიწყებოდა, კულისებში აღვნიშნე, რომ რა კარგი საღამო გველოდება დღეს. ყველა კუთხის, ვინცა ვართ ჩამოსული, ჩვენი კუთხის სასიმღერო ნიმუშებს წარმოვადგენთ და ბავშვებთან იქნება გაცვლითი აზრები, შემოქმედებითი აზრთა გაზიარება და ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი სახის ღონისძიება და იყო ძალიან შთამბეჭდავი დღევანდელი დღე, ერთ-ერთი ისტორიაში ჩასაწერი რო ვთქვა. ჩემთვის მაგალითად ასეთი საღამო ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. ჯერ ნიშნავს ურთიერთობას, მეგობრობას, სიყვარულს და მეორეც რომ რაც არის ყველაზე მთავარი, რომ ერთად ქართულ სიმღერას მღერის ამდენი ბავშვი. იცით თქვენ აღნიშნეთ, რომ ერთხელ არ გამიკეთებიან, რომ მე არ ჩამოსულიყავი აქ და შემასწავლებლად კონცერტი არ გამემართა, მაგრამ მარტო არ მინდა არასდროს და არც ვფიქრობ, იმიტომ რომ ჯერ იმ ბავშვებისთვის, რომელთაც აქ მოღვაწეობენ, ლაშასთვის, ფოტინესთვის, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ჩამოდის ანსამბლი და რომ უსმენს, ხო და თავის ანსამბლთან ერთად რო გამოდიან. ამაზე მეტი უკეთესი არაფერი არ არსებობს. ბავშვებისთვისაც არის, როგორც ჩვენი თბილისელი ბავშვებისთვის, ისე აქაური ბავშვებისთვის არის რაღაც დიდი რაღაცა, რომ ერთად გამოვლენ და ერთად იმღერებენ. ეს ხო არ დაავიწყდებათ. არ და იქნება და დარჩებათ. მადლობა უფალ სამიზგულთვის და მადლობა ბატონ აზარ ხომეიშვილს, რომ ეს ყველაზე მეტად შეგვაყვარა. ეს გახდა ჩემხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.